ნებით გაშვილებული დედა თუ შექმნიანებიათ რომ კი და აი მაგ შემთხვევაში როცა ზაირა არ ცხოვრობს ახლა საქართველოში გადაცემაში ყავდა ქალბატონი ზაირა ერთხელ დავიწყე ამ ისტორიის მოყოლა მაგრამ ბოლომდე ვერ მოვყევი ეს ქალბატონი ზაირა არის სამეგრელოდან და ეს საჯარო წყვება ანუ დასამალი არაფერი არ აქვს ანუ არის პიროთ რომ ეხა ის რაღაცას წყვები რაც ვთქვათ პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას ემსახურება გადაცემაში ყავდა ქალბატონი ზაირა თავად მოყვა ეს ისტორია ამიტომაც პრობლემა არ არის ქალბატონი ზაირა დაორსულდა რუსეთში და ჩამოვიდა საქართველოში არა მეუღლისგან და ანუ არ ყავდა მეორე რომ ჩამოვიდა საქართველოში შეეშინდა დედის შეეშინდა მამის და ამიტომაც გადაწყვიტა ბავშვის გაშვილება და ცხოვრობდა მეზობელთან რომელიც შეთანხმებული იყო უკვე ამყვან ოჯახთან რომ ეს ბავშვი უნდა აეყარათ. ოღონდ დედას ეგონა რომ ბათუმში იყო ეს თავისი შვილი სინამდვილეში მთელი 5 თვე იქ გაატარა. როდესაც უკვე მშობიარობის დრო დადგა, წაიყვანეს წალენჯიხის სამშობიაროში და ბავშვი რო გავაჩინეო, მომიყვანესო, რომ რძე მეჭმიაო. და რძე რომ ვაჭამე იმ წუთასვე გადამეკეტა, ანუ მივხვდიო რომ მე ბავშვის გამშვილებელი აღარ ვიყავიო, ესე ხალათში ჩავისი ბავშვი, კამარით შემოვიჭრე და გავიქეციო. ანუ იქვე მივხვდა რომ მაგრამ ნახე ხარ ხდება, იქვე მივხვდა რომ ესეთობა, მაგრამ დაიჭირა ეს საირა პოლიციელმა, რომელიც დღემდე პოლიციელია. დააბრუნეს უკან და ბავშვი წაართვეს. თან გავაქანავთ იმას. ანუ არის შემთხვევები, როდესაც ასე იპოვა ბავშვი? ვერა. ჯერჯერობით ვერა. ანუ ისევ ეძებს. ისევ ეძებს, კი.